გახსნას ხდომის საჯაროდ შეგვიყვონდა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ პირველი პირი, ვინც ახსნა განმარტებისთვის გახვდათ დაბარებული კომისიის წინაშე იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10 საათზე იყო მოწვეული, ახლა როგორც ყველა ხედავთ 12-ის ნახევარია. მისთვის პროცედურულად აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ ის დღეს კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო 10 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დრო არის გასული მას მერე, რაც ის უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, საათნახევარია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. სამდივნოს ვთხოვ, რომ შეკრიბოს, თავი მოუყაროს იმ დოკუმენტებს, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს და დღესვე გადაიგზავნოს სამუშაო დღის ბოლომდე ეს საქმე პროკურატურაში. ჩვენ პირველი პირი, რომელიც მობრძანებულია და გამოკითხვისთვის უნდა მოვიწვიოთ დარბაზში, გახლავთ ბატონი სოსო რობაქიძე. ბატონი სოსო რობაქიძე არის ამირან ბუტა